გეოპოლიტიკურ მეტოქეებს, ამ შემთხვევაშიც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს მაინც სურდათ ერთმანეთის დასუსტება. თუმცა, თუ ეს იყო რეალური მიზანი, მაშინ უკრაინაში ომისათვის ამერიკა მეტად არახელსაყრელი დრო შეარჩია. 2022 წლისათვის COVID პანდემიის შემდგომ ქვეყნის ეკონომიკა ჯერ ისევ სულს ხაფავდა, დაიწყო ინფლაცია, გაძვირდა პროდუქტი, რაც გადაიქცა ამერიკელების უპირველეს პრობლემად და ამ ინფლაციის გამო დემოკრატები დამარცხდნენ კიდეც 2024 წლის არჩევნებში. დიახ, ამერიკელი ხალხისათვის მთავარი მათი ჯიბე და ფულის მწყიდველიანობითი უნარია და არა საგარეო პოლიტიკა. ამის ფონზე კი ამერიკელი ხალხისათვის და ბიუროკრატებისათვის ოკეანის მიღმა ომის დაწყება ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ბევრი 2022 წლამდე არც იცნობდა და ადარდებდა, ვერ იქნებოდა პოლიტიკურად მომგებიანი ნაბიჯი. ეს იმაშიც აისახა, რომ კონგრესში დიდი წინააღმდეგობები იყო უკრაინის დაფინანსების დამტკიცებაზე. ამიტომ რუსეთის დასუსტებისათვის ამერიკას უკეთესი დროისა და ხერხის შერჩევაც შეეძლო.